ეპშტეინის კუნძული. ოლიგარქიული ოჯახების, ანუ Deep State-ის სამსხვერპლო. 1998 წელს ეპშტეინმა $8 მილიონ კუნძული, სახელად Little St. James შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები. ჯეფრი იქ თვეში ორჯერ ან სამჯერ ჩადიოდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. კუნძულის ყოფილი თანამშრომლის თქმით, იქ ყოველთვის იყვნენ ლამაზი ქალები. ზოგიერთი მათგანი კი არასრულწლოვანიც იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კუნძულზე გოგონები ჯეფრის მეგობარს, გისლეინ მაქსველს მიჰყავდა. იქ მისულები კი ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. მსხვერპლებს სანაცვლოდ ძირითადად კარიერაში ხელშეწყობას პირდებოდნენ. 14-16 წლის მსხვერპლებმა მოგვიანებით საჯაროდ გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე საუბარი. ის გამუდმებით ცდილობდა ეს ყველაფერი ძალიან კარგ შესაძლებლობა წარმოეჩინა და ამბობდა, რომ ჯეფრის კავშირები ჰქონდა მოდის ინდუსტრიაში და უამრავ სუპერმოდელთან მეგობრობდა. მე ვუთხარი, რომ მასაჟის კეთების არავითარი გამოცდილება არ მქონდა. მან კი მიპასუხა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მას უბრალოდ ახალგაზრდა ლამაზი გოგონები მოსწონსო. უფულოდ ვიყავი და ეს დიდ შესაძლებლობად მეჩვენა. ფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლებდა თუ ჯეფრის მოვეწონებოდი. მან ლიფტისკენ წამიყვანა, რომლითაც მეორე სართულზე ავედით. მსგავსი არაფერი მენახა ცხოვრებაში. შევედი და დავჭექი, საშინლად ნერვიულობდი. ბოლოს ჯეფრით შემოვიდა, ტანზე მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. ვერ ვიაზრებდი, სად ვიყავი, დიდად არც ვაკვირდებოდი გარემოს. მას შემდეგ, რაც მოსამსახურემ კარის ზურგს უკან მოიხურა, ვიგრძენი, რომ მახეში ვიყავი გაბმული. მასაჟის მაგირაზე პირქვედაწვა, ძალიან უხერხულად დავიწყე მისთვის მასაჟის კეთება. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი და ვფიქრობდი, ამ კაცს ნამდვილად არ მოეწონება მეთქი. მან ტანსაცმლის გახდა მთხოვა, ვცახცახებდი. ისე მეშინოდა, მაგრამ ტანსაცმელი მაინც გავიხადე. აგრესიულად დაიწყო ჩემი შეხება და ეს ყველაფერი სწრაფად გადაიზარდა თავდასხმაში. მკაფიოდ მახსოვს, როგორ იღიმებოდა და როგორ სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ ამ საშინელებას მიკეთებდა. რაღაცას, რაც აშკარად მზარავდა და მბილწავდა, მაგრამ ის ამით რაღაცნაირად კმაყოფილი ჩანდა. I distinctly remember him smiling and enjoying the fact that he was doing this horrible thing to me that obviously terrified me and was violating me, but he was somehow getting off on that. ვირჯინია რობერტსი დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს კლუბის სპა-სალონში მუშაობდა პალმ-ბიჩში. როდესაც ბრიტანელმა მაღალი საზოგადოების წარმომადგენელმა გილეინ მაქსველმა ის მულტიმილიონერ ჯეფრი ეპშტეინს წარუდგინა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ მოდის ჯეფრი, რომელიც გიბრძანებს. ასე მინდა, არა, უფრო ნელა, ეგ არა, აი ეს გააკეთე. პირდაპირ იმ სამყაროში გისვრიან, რომელიც შენთვის გაუგებარია. ცნობ როგორ გინდა შიგნიდან ბოლო ხმაზე იღრიალო, მაგრამ არ იცი ეს ტკივილი როგორ გამოხატო. ის ჩემს გაცნობას ცდილობდა გაიგოს, საიდან ვიყავი, სად გავიზარდე. ძალიან უხეშად, ძალით მიმიყვანა მაგიდასთან და მე უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რასაც მეუბნებოდა. ძალიან მეშინოდა, არ მიფიქრია, რომ ჩემს გაუპატიურებას აპირებდა. არა არც დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს. ეპშტეინის კუნძულის ამბები საჯაროდ გამოვიდა. დაიწყო კუნძულის სტუმართა სიების გამოჟონვა. პერიოდულად ვრცელდებოდა ფოტოები. 2019 წელს ჯეფრი ეპშტეინი დააკავეს. ერთ თვეში ის გარდაცვლილი იპოვეს. საქმეში ექიმის ცნობა, რომელიც ჩამოხრჩობის გზით სუიციდზე მიუთითებს. უსაფუძვლო ნამდვილად არ იქნება, თუ კი გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ის საკუთარმა დამქირავებლებმა, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს. უკანასკნელ დღეებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ეპშტეინის კუნძულის მაღალი რანგის სტუმრები არასრულწლოვან გოგონებთან ერთად ჩანან. მაგალითისთვის ბილ კლინტონი, მაიკლ ჯექსონი და სხვები. ეპშტეინის სკანდალი მას შემდეგ მუდმივად თანსდევს ამერიკულ პოლიტიკას. 2024 წლის წინა საარჩევნო კამპანიაში ტრამპი მსოფლიოს პირდებოდა, რომ გაასაჯაროებდა ეპშტეინის ფაილებს. მისი გაპრეზიდენტებიდან 1 წელი გავიდა. ტრამპი კი აღნიშნული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ასე პასუხობს. კიდევ ჯეფრი ეპშტეინზე საუბრობთ? უკვე წლებია ამ კაცზე ლაპარაკობენ. ამას მართლა მეკითხებით? ჩვენ წინაშია ტეხასის ამბები, გვაქვს სხვა პრობლემები და ხალხი მაინც ამ ტიპზე, ამ არამზადაზე ლაპარაკობს. ეს წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, დროის ფლანგ გვაქვს სურთ.
Do you want to waste the time? არქივი ასევე ინახავს თავად ჯეფრი ეპშტეინის პასუხს, როდესაც მისი და დონალდ ტრამპის კავშირზე ეკითხებიან. ოდესმე გქონიათ თუ არა პირადი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან? რას გულისხმობთ პირად ურთიერთობაში? გულისხმობ მასთან ინტერაქციას. დიახ, სერ. გქონიათ თუ არა ტრამპთან ინტერაქცია არასრულწლოვანი გოგონების გარემოცვაში ყოფნის დროს? Females under the age of 18. მიუხედავად იმისა, რომ სურს ამ კითხვაზე დღეს პასუხი გაგცეთ, ამ შემთხვევაში მე-5, მე-6 და მე-14 შესწორებით ვისარგებლებ და დუმილის უფლებას გამოვედი. აღნიშნული პასუხი დამატებით კომენტარს არ საჭიროებს. ცხადია, ეპშტეინის ბოროტების კუნძული ბევრ საიდუმლოს ინახავს. რისის სრულად გამომჟღავნება კი მთავარი საფრთხეა არა მარტო იქ მონაწილეთათვის, არამედ ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, მათთვის, ვინც რეალურად იდგა ამ ქსელის უკან. მცირემასშტაბიანი ეპშტეინები ქართულ პოლიტიკაშიც გამოჩნდნენ. ეს ხომ სპეცსამსახურების მუშაობის უნივერსალური მეთოდია. ისინი ითრევენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გარყვნილებაში, გაუკუღმართებულ ურთიერთობებში, პედოფილიაში და შემდეგ აკონტროლებენ მათ ისე, როგორც სურთ. საქართველოში რევოლუციური პროცესების ერთ-ერთი მონაწილის, უჩა აბაშიძის ბინა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ქართული ეპშტეინის კუნძული, სადაც აბაშიძე საკუთარი ცოლის სხვა ადამიანებთან სექსუალურ კავშირს ვიდეოზე აღბეჭდავდა და აარქივებდა. რისთვის? ამ შეკითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის მოგვინდვია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.